ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ კურსის პირველი სესია. ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის მნიშვნელობა ინკლუზიური და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ძირითადი მაგალითები და გლობალური შედეგები. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული სამუშაო გარემო. ის ასევე მოიცავს დამსაქმებლის ინიციატივებს, რომლებიც დასაქმებულს ოჯახური და პროფესიული ინტერესების დაბალანსებაში ეხმარება. ეს კი დადებითად აისახება ბიზნეს სექტორზეც. ეს ინიციატივები ასევე გულისხმობს ისეთი პირობების შექმნას, სადაც დასაქმებულებს ეძლევათ შესაძლებლობა სრულფასოვნად იზრუნონ ოჯახზე, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და ამავდროულად აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. თავისი არსიდან გამომდინარე, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რომლებიც უკავშირდება გენდერულ თანასწორობას, ღირსეულ სამუშაო გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და უთანასწორობის შემცირებას. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ცნება დიდწილად მოიცავს ბავშვზე ზრუნვისას მშობლების ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რაც გამოიხატება ორსულობისა და მშობიარობის შვებულების, მამობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ხელშეწყობასა და ამ პერიოდში ღირსეული ანაზღაურების დადგენაში. ასევე დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებების შესაძლებლობაში ბავშვზე მზრუნველობისთვის. აღსანიშნავია, რომ ოჯახზე მხარდაჭერის კორპორაციული პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ბავშვზე ზრუნვის კომპონენტს. არსებითია, რომ დამსაქმებლების მიდგომა ფარავდეს ხანდაზმულებზე მზრუნველობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის ინტერესებს. კერძოდ, სთავაზობდეს მათ ანაზღაურებად ან მოქნილ შვებულებას. ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა მოვლის ხელშეწყობის პროგრამები, რაც გულისხმობს თანამშრომელთა დახმარებას ხანდაზმულ ადამიანებზე ან სხვა ტიპის ზრუნვის დაწესებულებებზე წვდომის კუთხით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ხანდაზმულ ადამიანებზე მზრუნველების რაოდენობა. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სამუშაო საათების მორგებაში, შემოკლებულ სამუშაო კვირაში, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაში და სხვა, დასაქმებულისთვის ხელშემწყობ პირობებში. ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის კარგი პრაქტიკის მაგალითია დასაქმებულის ფუნქციების, სამუშაო პოზიციის დროებითი ცვლილება. მაგალითად, შესაძლებელია წინა ხაზის თანამშრომლის დროებითი გადანაცვლება უკანა ხაზზე, რაც მის დროებით საჭიროებებზე მორგებული გრაფიკის შეთავაზებას გაამარტივებს. ასევე სამსახურში ეტაპობრივად დაბრუნების შესაძლებლობა, რითიც თანამშრომელს საშუალება აქვს მშობლობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულების ამოწურვის შემდეგ სამსახურში ეტაპობრივად დაბრუნდეს. შესაძლებელია, რომ დამსაქმებელმა ოჯახური ვალდებულებების მქონე თანამშრომლებისთვის დააორგანიზოს სემინარები მენტალურ ჯანმრთელობაზე ან სხვა რელევანტურ თემებზე. აგრეთვე შესთავაზოს სხვადასხვა ტიპის ტრენინგი მშობლობაზე, მათ შორის მამების სკოლა. FFPS-ის დამატებითი კომპონენტია დასაქმებულისთვის დასხვევის საოჯახო პაკეტების შეთავაზება, რაც ოჯახური ვალდებულებების მქონე თანამშრომელთა კმაყოფილების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ღირსეული, სამართლიანი და ინკლუზიური სამუშაო პირობები, დემოგრაფიული მდგრადობა და სხვა. შრომით ურთიერთობებსა და ზოგადად საზოგადოებაში გენდერული თანასწორობა მიიღწევა ქალებისთვის დედობის ღირსეული პირობების შექმნით და ბავშვის აღზრდის პროცესში მამის ადეკვატური ჩართულობით, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მიღწევებსა და სოციალურ უნარებზე. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის როლი ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაში, რაც გამოიხატება სამართლიანი დასაქმების პრაქტიკის, ყველა თანამშრომლისთვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობების და ჯანსაღი ბალანსის დაცვაში სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის.
კომპანიებში ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის დანერგვა ეხმარება უთანასწორობის შემცირებას. კორპორაციულ კულტურაში ამცირებს ქალებისთვის არსებულ ბარიერებს. ხელს უწყობს ქალების პროფესიულ განვითარებას, ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურებას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქალების მიერ მიღწეული წარმატებები განათლების სფეროში სრულიად არაისახება მათ ეკონომიკურ მონაწილეობაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წლის და უფროსი ქალების 37% დასაქმებული, 6% უმუშევარია, ხოლო 57% სამუშაო ძალის გარეთ არის. ქალების დაბალი ეკონომიკური მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნდა აღინიშნოს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოს და ოჯახური ვალდებულებების შეთავსებასთან. ასევე რეპროდუქციული სურვილების შესრულებასთან. ეს კი თავის მხრივ გამოიხატება ოჯახის სასურველ და რეალურ ზომას შორის განსხვავებაში და საფრთხეს უქმნის დემოგრაფიულ მდგრადობას.